გამარჯობა. გინდათ ჩემი მესიჯი წაგაკითხოთ გუშინ ქეთიმ რომ მომწერა. აი, მიყვარ ხარ. აი უკვე 156-ე წავიკითხე და ისეთი ბედნიერი ვარ, როგორც პირველი წაკითხვისას. თელღამე ვერ დავიცინე. აივანზე ვიჯექი და ვარსკვლავებს ვუყურებდი და ველოდებოდი ვარსკვლავი როდის მოწყდებოდა, რომ სურვილი ჩამეფიქრებინა. სიმართლე გითხრათ, ერთი ჩამოვარდნილი ვარსკვლავი დავინახე მარტო, მაგრამ სურვილის ჩაფიქრება ვერ მოვასწარე. ისე სწრაფად გაუჩინარდა. თუმცა ეს არ არის მთავარი. მთავარი ისაა, რომ მე მაქვს ტელეფონი, რომელშიც ყველა ვარსკვლავზე უფრო მნიშვნელოვანი რაღაც წერია, რომ მე ქეთის ვუყვარ ვარ. იმედია მალე ვნახავ და მეც ვეტყვი იგივეს. მართლა თამუნას და გიოს ამბავი ხო გახსოვთ, მაიკოს გამოიჩხუბეს და ახლა გიო დროებით სხვაგან ცხოვრობს. რაც შეეხება თამუნას, აი თამუნა ახლა საშინელ პახმელიაზეა. გემახსოვრებათ იმ დღეს, რამდენი დალიას ქეთიმ და თამუნამ. აი მე ხედავ ფისო, რა ცუდი ყოფილა პახმელია. ისეთი დამძიმებული მაქვს, ისეთი რომ ჩემი მოცეკვავის წვრილი ფეხები ამას ვერ უძლებს და ვერ ვდგები ფისო. თან მარტო ვარ. ჩემი მშვენელიც არავინ არის. მაგრამ იცი რა არის? მე მგონი ძალიან კაია მარტო რო ვარ რა. ეხლა მინდა გავაკეთებ ბლინებს, გავაკეთებ ყიყლიყოს და ვერავინ ვერ მეტყვის რა. ყიყლიყო ჯობია, ან ბლინები ჯობია, ან პირიქითო რა. ავდგები და გავაკეთებ ბლინებს. რა? ყიყლიყო ჯობია? საერთოდ მოიტანე რომ ყიყლიყო ჯობია, ბლინები ჯობია. აუ რა იცი შენ რა? არაფერიც არ ჯობია, გავაკეთებ ბლინებს. ვა. გიორგია, ეხლა ამის დანახვას მჟავე კიტრი დამენახა მერჩი. კარი შეგეშალა, წინ უნდა შესულიყავი. არაფერი არ შემეშალა, სწორედ აქ მოვედი მე. გიორგი, ეხლა შენ თუ აქ შესარიგებლად მოხვედი. შესარიგებლად არა, ისა კიდე. გაუშხელი. შესარიგებლად არ მოსულ არ მეთქი, გითხარი, ჩემ ღვიძლ კატასთან მოვედი, არა მაქვს უფლება. მოვეფერო. მოიცა, შენ არ ამბობდი კატა არ მინდა, ძაღლი მინდაო? ეს პირველია, პირველი არ მინდოდა კატა თორემ. პირველი მინდოდა ძაღლი, მეორე მნიშვნელობა არ აქვს. ეხლა გაგახსენდა, ხო? ფიშო. ეხლა გაგახსენდა, ხო? ესე იგი, მე რო ვზრდიდი, წელზე ფეხს ვიდგავდი და ვშრომავდი, შენ მაშინ ზურასთან დაპარპაშობდი. მოიცა რა, ეხა არა მაქვს უფლება, რომ კვირაში შაბათ-კვირას ნახო 2 დღე. ჯერ საერთოდ ვკითხოთ, უნდა შენი დანახვა? თამუნა, მაქვს მე უფლება, რომ 2 ჯერ ვნახო კვირაში. ხო, კაი, ოღონდ შაბათ-კვირას არ მეცლება, არა. კაი, 2 შაბათ, 3 შაბათს იყო. არც 2 შაბათ, 3 შაბათი. 4 შაბათი, 5 შაბათი. არც 4 შაბათი, 5 შაბათი არ მცალია გამძოს. რა გჭირ შენ რა მეკაიფები თუ რა ხდება? არა, პახმელიაზე ვარ და ლაპარაკი მსიამოვნებს გიო რა. პახმელიაზე ხარ? ხო. მე და ქეთიმ გუშინ იმდენი დავლიეთ, ისეთი მთვრალები ვიყავით, ეხლა რომ გეთქვა, შევრიგდით და არ გახსოვს და დაგიჯერებდი. ისე რომ იცოდე, შერიგებაზე არც იოცნებო რა გიორგი ჯერ. კარგი, არ ვოცნებობ. არა, მე იმაზეც ყვაყოფილი ვარ, რომ სახში შემოვედი და ჩვეულებრივ ურთიერთობა გვაქვს. შენ ძალიან პახმელიაზე ხარ, ხო? ხო, აი იცი როგორზე გიო? როგორი?
აი თავი ისე მისკდება, რომ აი კომპოტს რომ მოხუფავ, ხო იცი? და მე ეს კომპოტი ხუფს რო ესე გაიკეთეს. და გული როგორ მიცემს იცი? პამპარამ პამ 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 პამპარამ პამ პამ არითმია. უი კინაღამ დამავიწყდა. კატას წამოუღე ყელსაბამი. ხო. ეს ჯერ მაგას ალბათ დიდი ექნება, პატარაა და სანამ დაქალდება შენ კონდეს თუ გინდა. ხო, კაი. აუგიო და შენ რა საკეთებ ხოლმე პახმელი აზარო ხარ? შენ ჭხუბს უსმენ ხოლმე თამუნა. აუ და ქშველის ხო? აი მე რა მჭირდება, ჩემი ჭხუბის ხმა არ მესმის. ცოტა მეც მომაფერებინე რა მაგ კატას რა. აუგიო ნუ მეხები ახ. აუგიო ნუ მეხები თქო. აუ ცოტა ზევით რა, ზევით. აუ ნუ მეხები თქო, ხო გთხოვე არ. აი ხა ნუ მეხები. არც იოცნება შერიგებაზე. ხო, კარგი, არ ვოცნებო, მაგრამ გუშინ მთელი ღამე შენზე ვფიქრობდი. თამუნა. თამუნა. არა თამუნა რა. თამუნა. თამუნა. არაფერი არ არის, არსად. არათავ, არაფერი. წყალდიდობა ლოჯიკში ძლიერ მოწვიმამ გამოიწვია. არაფერი. ყველგან თურქული სერიალებია გასული. ეს პირველი არხი თურქულ სერიალებშიც არ ვქნია ღმერთს. რა შეიძლება თქვა, ეს აწყლება რა. ესე თურქულ სერიალს უნდა უყურო რა. შენ შეგო ძალიან მაგარი გონია. ამ გარაშები? ეს ვარდი მხოლოდ ჩემი უნდა ყოფილიყო. ეს გასანანია. მამუკა. სული. რა იყო კი არა, არ თქვა ეხლა რომ თურქულმა სერიალებმა ჩაგითხრია. ჩამეთრე არა ეს. არა ხო? ნახევარი საათია გელაპარაკები და აგესმის. არაგას ერთი წამით შევხედე რა ეს სივლას მამაა ძანავა და. აგი ხო ამ თურქულ სერიალს უყურებ ა. გამაგიჟებ რა, ისე მაგ თურქული სერიალების ყურებას ისე ბრაზილიურს უყურო ჯობია. მაგ ბრაზილიურმა სერიალებმა დაგუყა. დედაჩვენი გვითხოვდება ბავშვზე. თუ სერიალები არ გიდა, სხვა 1000 საინტერესო რაღაცა არის. Discovery არის, National Geographic არის და რა ვიცი, 1000 საინტერესო კაცო ეგენი. შენ მითხარ სხვა სასუყურო. სხვა სასუყურო და მაშინ საინფორმაციოს უყურე ოღონდ თურქულად. შენ რაღაცა კარგ ხასიათზე ხარ და რა ეგ რა ხდება? ხო, რა ხდება და გუშინ ქეთი ხომ მომწერა მიყვარხარო. და დღეს ამერიკა ამოდიო. სავაში, ხვდები რა ხდება? სავაში იქნება ხა, კაი სავაში. გავიგე, ყველაფერი გასაგებია. გუშინ ქეთის დასარეგი ფული არ ქონდა. დასაგებია. არა, ქეთი ცდილობს ჩემი ყურადღების მიქცევას. უკვე 2 დღეა. მაგარია, ვერა. მოსივლას მამამ ხელი განძრია, ეგე? რა უნდა თქვი რა მინდაო? არაფერი, ქეთი დამირეკა და მითხრა რომ ამოდი სალომეს ამბავზეო. ჩემი აზრი, ჩემი ნახვა უნდა რა. ესე პირდაპირ ვერ მეუბნება და სხვანაირად ჩალიჩობს რა. და დი რა ხდება, რამდენი ხანი ვოცნებობდი ამაზე და როგორ ამიხდა, მაგარია რა. მაგარი, ესე იგი ურიგდები? მე კი არ ურიგდები. ის მირიგდება. უბრალოდ 2 დღე ამთხოვს რომ შემირიგდიო. ხო ვამბობდი რომ შემირიგდება თქვა რა. ვამბობდი და თუ ისე თუ ეგრე მოხდება და ეს ბოლო ღამეები რაღა გაზლუქუნებდა. არა ბიჭო.
მადლობა ძალიან რომ ასეთი კაი საქმე გამიკეთე და ერთად გადავდივართ ახალ ბინაში. არეკ ცხენია. მოგეშინია შენ რომ ცხენოდეს არ გეტყოდი. აი, მიდი. ჩაალაგე დროზე მეც შესაძლებელი მაქვს. აი, ცოტაღა დამჩა და ეგ არის ისე 1-2 დღით ადრე გადავსულიყავით ჯობდა. რატო? აი, გუშინ გადავიხადე ბოლოთვის და. ისე ხო პატარა ოთახია, მაგრამ რაღაცნაირად შემეყვარდა აქაური. მართლა? სხვათა შორის რო იცოდე, ბევრი გენიოსი ასეთ პატარა ოთახში ცხოვრობდა. სერიოზულად? კარგი, რა უცნაური ამბავია რა. გენიოსები თუ იყვნენ, როგორ ვერ მიხვდნენ, რომ აი ესეთ ოთახში არ უნდა ეცხოვრათ. ისე თორნიკე იქეთ რო გადავალთ, ამ ოთახს გავაქირავებ, 1-2 კაპიკი დამრჩება და კომუნალურებში გამოგვადგება რა. მოიცა როგორ გააქირავებ, ეს ხო უნივერსიტეტის საკუთრებაა კაცო. უნივერსიტეტმა იცის რომ გადავდივარ. ნახე რა მოუფიქრებია. ბიჭო, მე ეგეთ რაღაცებს კი ვერ ფიქრობ ხოლმე. ხო, ვიცი და მაგიტომ მიყვარხარ ზუსტად. შენი ხოთა ნემე. ისე მართლა ნამეტანი ალალი ხარ შენ? არა, ცუდი კი არა, მე მიყვარს ალალი ადამიანები, მაგრამ მაგით მიდგას სული. მართლა. მაგრამ ცხოვრებაში დაიჩაგრები და არ ვარ გამას. რა ვქნა, რობერტ, ესეთი ვარ და ხო ვერ შევიცვლებია რა. ისე შენგან დავალებული ვარ და თუ გინდა რაღაცებს გასწავლი ჩემი გამოცდილებიდან. რას მასწავლი? აი, მაგალითად, გოგოს შეკერვა ავიღოთ. ახლა შენ დამაიკოს, რო გიყურეთ, მე სადისტრიბუციო მანქანას უკეთესად ატარებ, ვიდრე გოგოს კერავდა. რა ვიცი, აბა. აიცა რა გოგოს შეკერვა. ისე მაგას როგორ მასწავლი? როგორ და აი შენ როგორ წარმოგიდგენია, როგორ უნდა შეკერო გოგო? გოგო შევკერო? ესე იგი, ვიღებ ნემს და ძაბს. უმრობად სასწავლი გვაქვს. კაი, გოგო შეკერვა იქეთ იყოს, უფრო ადვილით დავიწყოთ ეხლა. როგორ უნდა გაიგო გოგოს ტელეფონის ნომერი? აი, ეგ ნახდათ ადვილია. გამოვართმევ ტელეფონს, შენ მობილურზე ზარს გაუშვებ და ეგ არის ნომერი გაქვს. არა, გამოვართმევ ტელეფონს და ურეკავ ნათესავს საზღვარგარეთ. ხო. ელაპარაკები დიდხანს მოიკითხავ რა შვება, როგორ არის რა ხდება მისკენ და რო ამოეწურება ანგარიშზე. უბრუნებ ტელეფონს უკან. მოიცა, ნომერი? გადავრე რა ნომერი, ნათესავს ხო ელაპარაკი საზღვარგარეთ იმდენი ხანი. შენ რეები გწოდნია, ხო გეუბნე, მე ტყუილა არ ვლაპარაკობ, არაფერს. ისე შენ მაინც რო გიკვირდები, ძირითადად ტყუილში გიჭირს და უნდა მივხედოთ მაგას რა. კაი, მივხედოთ, მოიცა, როგორ ვქნათ, იცი? დავიწყოთ. მაგრამ თუ არ მომეწონა, ეგრევე გავჩერდეთ რა. ისე რას გეტყვი, იცი? შენ ტყუილის თქმა მასწავლე, მე სიმართლის თქმას გასწავლი. აშკარად გჭირდება შენ ეგ. ხო, კი, გასწავლით ხო გითხარ, ეხლა რა უნდა ტყუილის სწავლებას ადვილია. შენ ნიჭიერი ბიჭი ხარ და მალევე აითვისე. ხო. აი, მოგატყუე უკვე. რა? მივხვდი ის მომატყუე ადვილია სწავლაო, ხო? არა, ისე მართლა პირდაპირ გეტყვი და გაგიჭირდება რა, იმიტომ რომ მე ყოველთვის სიმართლეს ვლაპარაკობ. მაშინაც კი, როდესაც ტყუილს ვამბობ. რას მოდიალობ ახლა? ეგ არ გაგიგონია მარკ ტვენმა თქვა. ვინა? მარკ ტვენმა. ვინ არის ძვაგაცია შენი? მიდი კაცი ჩაალაგე. მეც გიაშ თელი რამე შენზე ვფიქრობდი. შემირიგდი რა. მოიცა რა არ მაქვს შენი თავი და არც ჩემი. საერთოდ რანამუსით მთხოვ გიო შერიგებას, მაიკო აღმოჩნდა ის გოგო, ვისთანაც შენ მიღალატე, რატო არაფერს არ მეუბნებოდი? როგორ უნდა მეთქვა, თან უნდა წარმოიდგინე რა მოხდებოდა. პირდაპირ უნდა გეთქვა გიო. პირდაპირ რომ მეთქვა, ხვდები შენ რა მოხდებოდა? თამნა. რაღაც უნდა გითხრა რა. მაიკო ის გოგოა, მე ვისთანაც შენ გიღალატე. შემიგდი რა გეხეთები რა და გეფიცები რომ არასდროს არაფერს აღარ მოგატყუებ და აღარც დაგიმალავ. გიორგი ამ პირობას მომავალში აუცილებლად დაარღვევს თან რამდენჯერმე. ისეთი აჯაბსანდალი გავაკეთე კი. აუ მანა. გეხვეწები გამისინჯერა. აუ გორმშია მოდი აბა. გაჯერ გასინჯერა. აბა? აბა? აბა ნახოთ. მიდი. აუ ხო მაგარია გიო. გავგიშდი ისე მომეწონა ხო მოგწონს. ხო? უგემრიელესია. აუ იცი რამდენს დაგიდე ფეხა დაიწერა. გიო. ვა, თამნა. ძალიან მაგრად გამოიყურები. კაი. ესეთ რაღაცაზე შევთანხმდეთ ახლა.
შეგიძლია დარჩე აქ. ხზურასი მერიდება რა. იქ რო დარჩე დღესგამე კიდე. მაგრამ იცოდე რომ საწოლზე ჯერ არც იოცნებოდა, ჯერჯერობით ჩვენ არ შევრიგებულ ვართ, გაიგე? დაიძინებ დივანზე. აუ დივანი რა მაგარია ჩემ. აუ ძლივს დავწექი რა. ახლა როგორ გაუხარდა, დაიძინებ სავარძელში გიორგი. ოკეი. დღეს ვამაპარაკე თორნიკეს. მაგას და რობერტის უქირავებიათ ერთად ბინა და თორნიკე აზე ხარაკეთილია 500 ლარიღის ბინა. რობერტის 100 ლარს ახდევინებს და თვითონ 400 ხდის. მე რობერტი მითხრა რომ მე ვიხდი 400 ლარსო და თორნიკეს 100 ლარს ვახდევინება. რობერტ. კაი, ხო მიხედი ამას შია მე მგონი, მიდი. მიხედე. კაი ხო. აი მე ერთი აღვიდგინო ამ სახში ჩემი ძალები და უფლებები და მე ნახე, მაგრამ ეხლა ფისო. საყვარელო ფისო ხორქშია ფისო. კაი, მე წავედი ხარ ნელა. და შენ რო იცოდე. აი აქ ყველაფერი კარგად იქნება. ესე რომ არ იმედია. ცოტა წესერა ჩაესვი. ცოტა მეტი ხარ შესაძლებლად. ეგრე უნდა ხო. იმამ თხოვა რომ შემირიგდიო და როგორც მინდა ისე ჩავრიცმევ. თან იმას გასარეცხებს წავიდე. მაინც სოლია რა. იცი რა? შენ არი ნერვიულო. სილვას მამას უნდა და სილვას მოკვა. ეს რო ვერ გააკეთა, მე თავი მოიწამლა. რა? რა თქვი ხლა? საიდან იცი? რა საიდან ის? აი, რა თქვი? რა თქვი? აი, რა თქვი? აი, სილვას მამაო და მოწამლაო და რაღაცა, ჰა? რა? ხო, ალბათ. ალბათ? სერიალებში ხო ეგრე ხდება ხოლმე და ალბათ. მაინც. აბა ეხლა თქვი, რომ შენს უყურებ ამ თურქულ სერიალებს? შენს უყურებ და მე დამწირი, ხო? არა, რას უყურებ, უბრალოდ შემთხვევით შევხედე. მოდია, რატო დაიდენი? ჰა? მითხარი ეხლა, აღიარე შენს უყურებ. კარგი, აღიარებ. ეგრე. აღიარებ. ერთი-ორჯერ შევხედე. რა მაინტერესებს იცი? მამამისი რა ისწავს, ქონებას დაუტოვებს? რა ვიცი, წესეთი უნდა დაუტოვოს, მაგრამ ანერი კაცი არ იცი? ქალის ამბავია. რა კარგია, ბარემ მეც ვნახავ. შენა. შენ თუ მიდი ხარ წადი რა. აიცეს, აიგე? ხოდა ქეთის თუ შეურიგდები, მე მიდი შენ სიმამსთან და ერთი კარგად გამოლანძღე. ხო. ამ ოჯახში ყველაფერი შეგემოზე რო გაქვს მოწყობილი და სქესიაზე არ გაინტერესებს შე უზურპატორო თქო, ეგრე აღარ იქნება თქო. თუმცა ეს უზურპატორო, ცოტა თურქული აქცენტით უთხარ რა. ეგრე. უზურპატორ. და მე შენ სიდეც მიუჯექ ვერზე და უყურე სერიალს. კარგი რა, თავი დამანები რა. გაბრაზდა და ნევროზებულ. წადი, შენ ხანუმთან ეფენდი. არა, რა кай ხასიათზე ვიყავი და ნერვებს მისლი ახლა რა. გეხუმრები რა დაგემართა. მე ძალიან მიხარია რომ გირიგდება. მართლა. აი შენ ხო მეუბნებოდი რომ აი ყველაფერი გააკეთეო რომ ქეთი დაიბრუნო. ხო მეუბნებოდი. აი არაფერი არ გამიკეთებია, თავი დავიფასე და აი ხო ხედავ. ხო ხედავ? კი, ხედავ და ზოგადად წადი არ დააგვიანო. თორე მაგ დაფასებულ თავს გაგიტეხავს. მე რა რა დავაგვიანო? დავაგვიანებ. მოიცა, მართლა არ დამაგიოს. რომელი საათია? მოსუკლია ბეში. კარგი რა. დაიწყებ თავი. ეგრე ხლა ჩაცმულე, ნუ წახვალ, 1000-ჯერ გითხარი. არა ვიცი, სქელია, ნახე? სპილია. რა, თბილი, მანახი რა. პარღალალა. იდიოტი ხარ რა, იდიოტი. შიზოფრენიკ. კაი. ესე იგი, გადავიდეთ ახლა სწავლეს. დაჯექი იქ და რასაც გეტყვი, ჩაიწერე. სკამზე? ხო. აჰა. ხო ვისმენ. როცა ადამიანს ვატყუებთ, თავარია ამ ტყუილის დროს მთელი სხეული იყოს ჩართული. ჩავიწერო? კი. მაშინ ცოტა ნელა. მთელი სხეული უნდა იყოს ამ ტყუილში ჩართული. ხო. ეს თვალი, მზერა, გამოხედვა, თითები. მოიცა. ესე იგი, შენ თამუნასთან დაგიოს და რომ მოდიხარ ხოლმე ფეხზე რო იხდი, იმ პონჩი იხდიო, ფეხის თითები გამოიყენო? გამტანჯავ შენ. ესე იგი, ჩვენ მატყუარებს გვაქვს ტყუილის 3 ძირითადი წესი. 3 წესი. წესი პირველი.
როცა ვიღაცის მოტყუება გვინდა, უნდა ვიცოდეთ მისი სუსტი წერტილი. სუსტი. მაგალითად, შენი სუსტი წერტილია გიორგი. ხო, მართა, გიორგიმ დამიდეკა დღესო, ისო რა ქვია, რაკრა თორნიკემ დამილაგა გარაჟიო, დილით რომ დამბირდაო. მატყუებ ეხლა ხო? არა, რას გატყუებ? არ მატყუებ? აბა სუსტი წერტილიო. სუსტი წერტილის იმედზე იყავი შენ და რომ დაგიწყებს იმხელა კაცი ყვირილის ნახავ მე. მოიცა, ანუ ეხლა გიოზე სიმართლე მითხარი? წესი მეორე. როცა ამჩნევენ შენს ტყუილს, უკან არ უნდა დაიხიო და ბოლომდე უნდა მიაწვე. ანუ მომატყუე ხო? აი, აქ ჩდება წესი მესამე. როცა სამიზნე დაბნეულია, მე რაც გინდა ის უთხარი, ძალიან არ გაიგო, შენ გატყუებ თუ სიმართლეს გეუბნები. ანუ შენ მიიღრე მასე დაბნეული ჯერ. მოკლედ რა, არ ვიცი ეგეთ რაღაცები, არ ნუ მიკეთებ ეგეთ რაღაცებს რა. აი, მაშინ პრაქტიკა ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ და თეორიას მივხედოთ. ესე იგი, არსებობდნენ ტყუილის დიდოსტატები. როგორიც არის დევიდ კოპერფილდი, ილუზიონისტი დომინო, გიორგი თარგამელი. აი, ნუ მაიმუნობ რა რაღაცებს რა. არის ის შეებში ეგეთი რაღაცები. მოკლედ, ტყუილი იცი რა თუ არ მყავს? ხო. ბავშვობაში ერთხელ მოვიტყუე რა. სკოლაში მაგრამ მეზარებოდა წასვლა. ისე მაგრამ მოვიტყუე, ცუდა თუ არ მეთქი. ორი კვირა ნემსებს მარჭობდნენ რა, ხო ხვდებია რა რადიაში. თან არ არის რა ეს კარგი საქმე რა. მოდი ხა ჩვენ ცადოთ და თუ არაფერი გამოვა რას ვკარგავთ. უბრალოდ ხა ვიცი საჭიროა ცხოვრებაში თქო და მაგითო გასწავლი რა. არ მინდა რომ დაიჩაქრო. მოდი ხა სადე და შენ მომატყუე რამე აბა მეტი. მე რა უნდა მოგატყუეო. მე ვერ მოგატყუებ რობერტ. აი ჩვენ შეხედვარით თამაშობთ აქ რაღაცეებს მაიმუნობთ და სულ ცოტა ხანში შეიძლება ამის შესაძლებლობა აღარც გქონდეს. რას გულისხმობ? რას და ბუნებას. რა ბუნებას ახლა რა. რა და ინტერნეტში სტატია ვნახე. 20 წელიწადში დედამიწას ახლოს ჩაულის ასტეროიდი. წარმოგიდგენია. თუ ჩაულის კაია რა გინდა? არა, შენ ვერ განა. ისი ახლოს ჩაულის რომ ატმოსფეროს დააზიანებს და ნახევარი მოსახლეობა გადავშენდებით. ეგ როგორი ტყუილია, იცი თორნიკე? აი ბავშვ ასლოკინებს და ეუბნებიან ისე. კარგი რა თავი დამანები. ჩავაგდი მიდი კაცო. ჩავლაგდი, აი ცოტა ხა დავჩა და. ეს რა არის? ეს დავტოვოთ თუ გინდა. თქვენთან ხო უფასოა ლიფტი და აღარ დამჭირდება, აი ეს აღარ გინდა. ბიჭო, რა მოგივიდა? 5 თეთრიანია რა, ჩაგეგდო ლიფტში რა. 5 თეთრი ეძახი, ახლა შენ და კიმატარა 1000 ლარი, 3 წელი აღარ. აი, მალე მოვჩებით და მიდი ხო? ბიჭო, იცი რა? აი მსახლიდან მაინც ხო გადადიხარ ახლა რა? ხო. დაბადების დღე აქ ვეღარ გექნება. და მანამდე რომ ჩოსულიყავი მეზობლებთან და საჩუქრები გამოგერთმია წინასწარ. თორნი, აფერისტია თქო რა, შენ გეყუტუნე მე, მომეწონა ეგიდია, კი? ხო მოგატყუე, ხო მოგატყუე, აი სუსტი წერტილებიო, ხო მოგატყუე გემრიელად. ჯიგარი ხარ რა, აი მართლა კამფეტ. კი, აი კაცი ხარ, ნამდვილად მომეწონა, ეხლა მართალია რომ წინასწარი საჩუქრების იდეა დამაბნია ცოტა. აი, ეხლა ესეთი ტყუილების სხვაგანაც უნდა სცადო, რა? წავიდეთ გიორგისთან გავიარო და იქაც გექნება მაგი შანსი. მაგარია. თან გიოცაც გაუსწორდება. კაი, მოკლედ წავედით, მიდი და ჩავაგდი. აი, ცოტა ხა დამრჩა და გავართ რა. აი, მეტი რაღა უნდა წაიღო ამ სახლიდან. ორჩა, ეხლა შეგვიძლია წავიდეთ. ნუ, ერთი ნათურა კი დავჩა იქ, მაგრამ იყოს ის. მაგარია. ჩემი პატარა. როგორ ხარ? კარგად, შენ როგორ ხარ? თუ ბაბუა შენი სახლში არ არის, კარგად და თუ სახლშია, მაშინ კარგად ოღონდ გარეთ. რა კარგია აქ რომ არ არის, თორემ ახლა ქეთის მამა რომ ყოფილიყო, აი ასე გამაგდებდა სახლიდან. ამამოდი. სად გარმიხარ ქოლაჩრე, მოდით. სად გარმიხარ ქოლა? გარმიხარ ლაჩარო. არ არის? ხო. დადედა? სახლშია? საყვარელო მე მოვედი და საჭმელი გამიცხელე გეხვეწები რა, დავიღალე. არა, არც დედა არ არის სახში. მაღაზიაში ჩავიდა და ეგრე რატო თქვი? მე რეგეთქვი, ჯერადია, მე გაიგე. აჰა, მარშაკი. რა თუნდა ეხლა მარშაკი ბაბუას ამას? მე წავიხებ, მე გამომადგება. მოიცა. სახში მარტო ხარ? ხო. და დედა მითხრა ლეპტოპით ითამაშეო. აჰა.
მათემატიკაო თუ ქართული ითამაშეო ლეპტოპითო? შეჯიქი? მამა, მართლა არაფერი არ მაქვს. მასწავლებელმა იგივე დაგვიტოვა და ვითამაშებ რა. კარგი რა. მასე ვიტყუებოდით ხოლმე ჩემ დროს და თქვენ რაღაცა ახალი მოიფიქრეთ ახალმოთავობა. მართლა იგივე მაქვს და რა ვქნა? წინა კვირაში მითხარი რომ ქართულში გვაქვს იგივეო. ნახე როგორი სიმკაცრე წამოიღო ამ ადგილმა. წინა კვირაში თუ გითხარი, მაშინ იგივე გქონდა, მაგრამ ეხლა იგივე გვაქვს. სალომე. ნახე ხელი როგორ მკაცრად. სალომე. რა ვქნა, მამა, ვერ ვიგებ ამ მათემატიკას და რა გავაკეთო? ვერ იგებ, მამა? თუ ვერ იგებ, მითხარი და დაგაწერინებ რა იყო, როდის ერთხელ არ დახმარები ვარ? ჰა? არა, მამა, დახმარება არ მინდა, მადლობა. აი, მაშინ რო დამეხმარე გახსოვს, მასწავლებელმა რო დაგიბარა. თან გაკვეთილების შემდეგ კი არა, გაკვეთილზე მოვიდეს და დაისვეს. მოიცა, როდის იყო აი? არ გახსოვს, იმიტომ რომ დაგავიწყდა და არ მოსულხარ. კარგი, მოდი, აბა რას ვერ აკეთებ, მითხარი. აბა მაჩვენე. აი, ამ განტოლებას ვერ ვაკეთებ. კარგი რა, განტოლებას რაღა უნდა სალომე რა. რა პრობლემაა ეხლა? აი ესე იგი. ამას მივუმატოთ ეს და გავამრავლოთ ამაზე და ამოვიღოთ ფესვი. მამა. აჰა. 287. რა უნდა და ეხლა ამას? ძნელი იყო? ჯერ ფრჩხილებში ნაჩვენები მოქმედება უნდა შესრულდეს და მერე უნდა დაუმატო აი ეს. თუ იცოდი რაღაც მაწვალებს სალომე. კარგი, რასაც ვერ აკეთებ ის მითხარი, აბა სად გიჭირს, აბა მითხარი. აი, კიდე ვერ ვაკეთებ ამოცანეს. ამოცან. კარგი რა, ხო იცი რომ ამოცანების ლომი ვარ, რა გჭირს, ვისი შვილი ხარ სალომე? ეხლავე წავიკითხოთ, აჰა. 100 ჰექტარ მიწაზე მოდის 13 ტონა ხორბალი, მაგრამ ამ მიწის მხოლოდ 89%-ია დათესილი. 89. ცუდი ამინდების გამო ხორბლის 3% გაფუჭდა. გაფუჭებულა. 3%. ხო. რამდენ ტონა მოსავალს აიღებს გლეხი? აჰა, გაიგე რას გეკითხება? რამდენ ტონა მოსავალს აიღებს გლეხიო? ხო, ძნელია? მამა, ეგ მეც ვიცი, მაგრამ როგორ უნდა გავიგოთ, რამდენ მოსავალს აიღებს გლეხი? აი, მაგას ვერ ვხვდები. გაფუჭებული 3%-იანა? ხო. თამუნა. რა შევი, ვაშს მithli? ხო, აი გამომართვიგიო. ჯერჯერობით ხო გახსოვს, ჩვენ არ შევრიგებულ ვართ. ჯერ კიდე უნდა ვიფიქრო. კარგი. მახსოვს ვიცი რომ არ შევრიგებულ ვართ. ვიფიქრე. რა ხდება, ყავას მიდუღებ? ხო, ყავას ვადუღებ. გინდა? მიდი რა შაქარი ჩამომიღე ზედათაროდან გეხვეწები რა. მე როგორ მომენატრა, იცი შაქრიანი ყავა? ხო, ისე რომ იცოდეთ, თამუნა გიორგი რომ სახლიდან ყავდა გაგდებული, ამის გამო ბევრ რამეში იზღუდებოდა. შაქროთ დავლევ რა ის. მადლობა გიო. თამუნა. აი მიერთვი. არა ისე როგორ მითხარი მადლობაო. ხომ არ დადგა დრო რომ დღეს უკვე ჩემს საწოლში დავიძინო. მე მგონი ჯობია რომ კარგად დაფიქრდე და არ ღირს მე მგონი ამამბის კიდე ძალიან დიდი ხანი გაწელვა დროში. საწოლი ჯერ ძალიან ადრეა რა გიო. მაგრამ თუ გინდა ის დივანი მოაჩოჩა საწოლთან და იქ დაწევი. აი ხო მოვიფიქრებ ჯერ. ხო, ვიცი შე რომ მოიფიქრებ რა დროც გავა, ვიცი. და სულ ბოლომდე როცა მაპატიებ. აუ. ასაცნობენ დღეს ადამიანები ცავსე კოსმოსური შატლი წარმატებით დაეშვა პლანეტა მარსზე. დღეიდან ადამიანები უკვე მარსზე იცხოვრებენ. აუ გიო, მე მგონი ახლა მზად ვარ რომ ბოლომდე შეგირიგდე. ჰა? აი მაშინ მაიკოზე, ხო გახსოვს? გპატიობ გიო.
დამანებე ხა თავი. უკაი შემეშვით ხო გითხარი არა შემე. დამანებე ხა თავი. კაი გიო, კაი დამანებე თავი. კაი გიო, ჯერ არ შევრიგებულა. აბა თამუნას ქცევა რას გაგონებთ? აი ზუსტად ამას. გიო, კიდე ცეკვების გამეორებას უყუროთ, რაღაცა ახალი ილეთები მინდა ვისწავლო რა და კარგად დავაკვირდე. და რა იცი, იქნებ ოდესმე მოვხვდე მაგ პროექტში მეც. ხო, შეიძლება რომ მოხდე. ოღონდ ჯერ უნდა იმღერო ან რამე ესეთი გააკეთო, რომ ვარსკვლავი გახდე და მე მეგავარსკვლავების შოუში მიგიწვიონ. შენ იხუმრე და ისე ვოცნებობ მან მოხვედრაზე, რომ ყველაფერს გავაკეთებ. მიდი გააღე რა. იო გააღე თორნიკე ვარ. თორნიკე რა მიდი შენ გააღე რა. ეხლავე. ეცა ვარ თამუნა რობერტი. აგვიღე. აბა ეხა გააღე. აუ ეს გაზეთა მითქი რა. ავარჯოს გიო. აბა ეხლა რა დაგიძახო უსიძესი სიძე თუ უყოფილესი სიძე? ჯერ არ ვიცი. შენ მადამ უნდა მოიფიქროს. როგორ ხარ რობერტი? კარგად გონი. ამებს აქ დავდებ სანამ გადავართ იქეთ კარგად ხო შეიძლება? კი, როგორ არ შეიძლება დადე მივხედავ მე მერე გიო. გიო მე მივხედავ მერე ამ ყველაფერს. მივხედავ მე. უი რა გამახსენდა? ეს ჩემი ბოლო ფეხზე გახდა ამ ოჯახში. აწი პირდაპირ ჩუსტები ჩემოვალ. რაღაცა ძალიან ამტკივდა თავი რა. წავალ ცოტას წამოვწვევი. არა და აქეთ რო გამოვიხედები, მივლის ეს თავის ტკივილი, მაგრამ აქეთა ისევ ამტკივდა. წავალ წამოვწვევი, თუ რამეა დამიძახე. გიო, აბა. რა შეგვი ხო თამოსთან დაკავშირებით? მოაგვარე რამე? იცი როგორ ვართ მე და თამუნა? როგორ? როგორც საქართველოს ნაკრები და ბურთი. აი თითქოს ახლოს არიან ერთმანეთთან, მაგრამ შეხება არა. წამო რა, წამო. საჭმელი მშია, მოდი ვჭამოთ რა, მოდი. აი, ხოც. ეხლა ხოიცი, რაც ისწავლე ეს პატარა ტყუილი უთხარი რაღაცა და მე სიმართლეს რომ აიგებს ვიხალისო. თან ამას მაგრა გაუსწორდება, ხო იცი რა გუშ. აბა გიო, რა გვაქვს საჭმელი? რა გვაქვს ბიჭო და соуზი დავამზადე მაგარი და გაგვისწორდება ვაცხელებ. მოდი. არა ძმაო, არა. соуზი არ მინდა რა, ცხელა მაგრა და ისედაც ცხელი საჭმელი რო ვჭამო ეხლა. სინამდვილეში მაგრა მცივა. ხო მოვატყუე. გიო, ისე იმ დღეს საფულე დაუკარგე, იცოდი შენ? შიგნით ყველაფერი მქონდა, პირადობა, ბარათები, ფული, რა ვიცი. კი, კაცო ვიცოდი. სოიდონ? აქ დაგჭა ვიტო საფულე, მე დამავიწყდა რომ ამერიკა. გამარჯვე, თონი უცხერა ლექცია, ყველა ზაგიკითხე ბიჭო, პატარა რაღაცა, ისეთი ტყუილი. მეცა, მე ვიცი ამის სუსტი წერტილი. წერტილი კაია. ისა გიო? ჩვენ ახლა ხო მაიკოს სახლში გადავედით არა? ხო. ხო და რაღაცის თქმა მინდა სანამ თამო ვერ გაიგებს რა. რა ხდება ბიჭო? მობილური დარჩა, გაიგე და ვიფიქრე ცოტას ვითამაშებ მეთქი და შიგნით შენი დაწერილი SMS-ები დამხვდა. რა? ო რა. რა SMS-ები? საერთოდ რა წესია მაიკოს ტელეფონში მესიჯებში ძრომიალი? ისე მაიასთან ძრომიალზე ერთი კაი პასუხი მაქვს შენთვის, მაგრამ არა, ისე შენ რა, მართლა ხო არ მიგიწერია რამე? ბიჭო, ბოლო დროს მივწერე რა, ძალიან მაწუხებდა და ერთი პერიოდი ვწერე. არა, მერეც კი მივწერე, უბრალოდ არ ვთქვი, არ მინდოდა რომ თამუნას გაეგო და არ ენერვიულა რა, მოკლედ.
რა თქვი გიორგი? რა? აბა ხმა არ გამიცია არის დროს, ესე იგი ემესიჯებოდი კიდევაც, ხო? აი მე თამუნა ძალიან გთხოვე ხა შენ თავიდან არ დაიწყო, აგიხსნი ყველაფერს. დავიწყო გიორგი, რა უნდა დავიწყო? კიდე რამე გაქვს სათქველი, კიდე რამეს მათხოვებდი გიორგი. არა მე არ გაკ ყვავილებსაც ხო არ უგზავნიდი, ემესიჯებოდა თურმე ბიჭი. მე აქ გამჩერებელი აღარ ვარ. ჩემი ბრალი იყო. არა მოიც. აქედან კიდევ ერთხელ გაგდების თავიც არ მაქვს. რა თქმა უნდა, ვერც ერთმა ვერ შეძლო დაერწმუნებინა თამუნა, რომ გიო მაიკოს მართლა სხვა რამისთვის წერდა მესიჯებს. მას უნდა მაიკოსთვის აეხსნა, რომ თავი დაენებებინა მისთვის და თამუნასთან ბედნიერი ცხოვრება ეცადა. მაგრამ ახავის. აჰა. 10. აჰა. გავაკეთე. აი. შეგძლებია? აბა. ზაგი ამას მეუმეტოთ 3%. ხო, სწორია, 10-ია. 10. ანუ დუბეშ. არაფერი. აჰა. სალომე მოვედი. კეთი როგორ ხარ? უკვე მოხვედი? როგორ ხარ? რა ჰაეროვანი ტუჩები ქონია კეთი. სალომე, რა ხდება? აი, მამა მეცადინებს. ხო. სალომე სწორია 10-ია, სწორი პასუხი. მიდი შემდეგი გააკეთე. სურა, რა გინდა? და რაღაცა ძალიან შეცვლილი ხარ, ვერ გცნობ. აიგო, არ მოგწონს ცვლილებები? სალომე, მოდი ჩემთან. ხო, მოდი ჩვენთან, სალომე. სალომე, გადი ერთი წუთი. ხო, გადი და ხო გახსოვს როგორც უნდა იმეცადინო. სურა, რა გჭირს ახლა მითხარ? კარგი, ეხლავე აგიხსნი. მიდი. ყოფილ ქმარს, ყოფილი ცოლისგან მოვიდა SMS-ი, სასიყვარულო. ყოფილი ქმარი მაშინვე მიხვდა და მივიდა ცოლთან. ხოლო ცოლი ეუბნება რა გჭირსო. ამოცანა გვეკითხება, რას ეშმაკობს ცოლი? ცოლი. არა, ამოცანების ლომი ვარ, მართლა. კარგი რა ეხლა გეხვეწები, არ დაიწყო რომ გუშინ იცი რა მთვრალი ვიყავი, არაფერი არ მახსოვს. არა, რა მოგწერე, ან როდის მოგწერე საერთოდ? აჰა, დაიწყო. მაინც დაიწყო. რა საყვარელი ხარ კეთი. არ გახსოვს გუში რომ მომწერე? მიყვარხარო? დარწმუნებული ხარ რომ მე მოგწერე? კი. მოიცა, SMS-ი რომ მომივიდა, ისე გამიხარდა რომ ნომერზე არც დამიხედია, მაგრამ ეხლა ვნახავ. აი. აი. ნახე. აბა. კეთი. ხო. არა, ვიცოდი, კეთი რომ ეს დღე დადგებოდა. იცი რა? მეც ისევ მიყვარხარ. არა, ხელი რომ გავაწერეთ, მაგის მერე მეგონა რომ ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ მესიჯი რომ მომწერე, იმის მერე მივხვდი რომ ჩვენ ყოველთვის ერთად ვიქნებით. მიყვარხარ კეთი. სურა, მოიცა. რა? იმ დღეს ზამთრალი ვიყავი და რაღაცები აურიე მე მგონი და ბოდიში რა, არ ვიცი. სალმა უნდა ვამეცადინო. და მე მეგონა რომ აი აქ კიდევ ერთხელ უკვე ტრადიციულად გამიცრუდა იმედი. მაგრამ ნახოთ, ყოველთვის შეიძლება სასწაული მოხდეს. აუ ბოდიში რა გიო რა. მე მეგონა აგეხუმრებოდი თქო რა, აი მართლა ძალიან დიდი ბოდიში რა. რა ვიცოდი ესეთი დებილობა თუ გამომივიდოდა რა. მეც ბოდიში, გიო, ახლა ხო ვიცოდი რომ ეს დებილურად იტყო და რაღაცა. აუ რა ვქნა ეხლა რა როგორ შემოვირიგო რა ეს თამუნა რა აღარ შემიძლია რა. აუ გიო მე ვიცი. ბიჭო ვიცი რა უნდა ქნა? აი ძალიან მაგრა რაც ევასება ის უყიდე რა. აი ტაფები ხო ევასება უზეთოთ რო წვავს. მერე? და ისეთი ზეთი რო იყიდო ტაფა რო არ ჭირდებოდეს. ეგეთი არ არსებობს. მაშინ ტვერსას რუტი? ტვერსას რუტი გვაქვს. უთო გავაკეთებინა იმ დღეს და ეგეც გვაქვს. კაი სარეცხის მანქანა უკიდე. სარეცხის მანქანა განვადებით გამოვიტანე უკვე 1-4 დღეს უკან. აბა. აი მაგარი, ის ფული ვაჯუქოთ და რაც უნდა იმას იყიდეს.
თორნიკე, რანაირი კაცი ხარ შენ რა? ძლივს ერთხელ ტყუილი გამოგივიდა და ისიც სიმართლე აღმოჩნდა. მოიდი. რა? რავა? მე ვიცი თამუნა რაზე ცოცნებობს. გიორგის იმ წამს მართლაც გენიალური იდეა მოუვიდა თავში. მან თორნიკეს და რობერტის წყალობით თამუნა დაითანხმა, რომ ერთ ადგილას მისულიყო. იმ ადგილზე კი თამუნას დიდი სიურპრიზი ელოდა. თამუნა მოდი. ვეღარ ვითმენ გიორგი, უნდა მოვიხსნა. კარგი რა, უნდა მოიხსნე. ერთი წუთი მასა და მე თვითონ მოგხსნი. სადმე მოყვანი არ ვიცი, მაგრამ კაი მოპრიალებული ატაკი კი არის. მართალი ხარ? ვიხსნი. კარგი მაცადე, მე მოგხსნი. რა გაცადო, ისე მომიჭირე ეს ნაჭერი ტვინში სისხლი აღარ ამდის. აი სურპრიზი. ჰა? ეს რას ნიშნავს გიო? რას ნიშნავს თამუნა და მინდა გითხრა რომ და დაგიმტკიცო რომ მიყვარხარ ძალიან. კი. რობერტისაც და თორნიკესაც იმიტომ მოვატყუებინე რომ აქ მოეყვანე როგორმე. ძალიან მიყვარხარ. მაგრამ ეს არ არის კიდევ მთავარი, ნახე. აი. აი გიო. აი რა რომანტიკულია გიო, ვიტყვი. აი მომისმენი ხა. შენ მინდა რომ შენი ოცნება აიხდინო და იცეკო. მაპატია ყველაფერი ვიცი რომ ჩემი ბრალია. არასდროს აღარ მოგატყუებ, არასდროს არ გიღალატებ და საერთოდ არასდროს არ მიგატყუებ. მაპატიებ? გიო ძალიან მიყვარხარ გიო, გაპატიებ, აბა რას ვიზავ? და პირობას გაძლევ რომ არასოდეს გიღალატებ, არც მე. ყველაფერს გაპატიებ და არასოდეს არ ვიეჭვიანებ. კაი. უი, უკვე მოგატყუე. მიყვარხარ. ცოტა ვიეჭვიანებ, მეც მიყვარხარ. მე ძალიან მიყვარხარ. მე უფრო. ჩემოიწერ, ხოიც ვერ გწყვები. რა არის ხა ეს სანახაო მომიწყოთ რა ცირკია თუ რა ხდება რა არის? რამდენი ხანია მალოდები, ცით? ბოდიში ბატონო პატა. უკაცრავად ბატონო პატა. ხო მართლა მე მგონი დროა რომ შენ საყვარელი ტვისტი ეცეკო. მართლა? ხო მე დაგტოვებთ, უკვე ზედმეტი ვარ აქ, აბა თქვენცით. გამარჯობა პატა ფერაცე. გაგიშტები ახლა არ მჯერა რომ თქვენთან ერთად მიწევს ცეკვა. კარგი ხა რა დაუჯერებელი ეგარი. შემომხედრა ნაირი ვარ. ისეთი გახარებული ვარ რომ ყველა ილეთი დამავიწყდა. მაგის გამო ერთხელ უკვე გამაგდე აქედან აქ რომ არ გიჩევეგეთებს, ხო? მზად ხარ, ხო? კი. კარგი, ერთი წუთი ბოდიში. როცა საჭირო იყო, მაშინ გამოგიგზავნოთ ეგ SMS-ები. კარგი, მოკლედ გასწორდი. ხრებში გასწორდი ნიკაპი. არ გინდა ძალიან არ გინდა. მოგაში დაეშვი, ხელი გამიმაგრე. ჩვენიერია. დავიწყოთ. გავიხდი ხო? კი ბატონო. Well, I heard about the fella you've been dancing with all over the neighborhood. So why didn't you ask me, baby? Or didn't you think I could? Well, I know that the boogaloo is out of sight, but the shingling a thing tonight. But if that was you and me, baby, I would have shown you how to do it right. 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 Twist it. Shake it, shake it, shake it, shake it, baby. Now we go loop-de-loop. Shake it up, baby. Here we go loop-de-lop. Bend over, let me see you shake your tail feather. Bend over, let me see you shake your tail feather. Come on, let me see you shake your tail feather. Come on, let me see you shake your tail feather. Come on. Come on, baby. Come on. Yeah, come on, baby. All right. Do the twist. Do the fly. Oh, do the swim. And do the bird. Well, do the back. Well, I heard about the fella you've been dancing with all over the neighborhood. So why didn't you ask me, baby? Wow, bravo.
დიდი მადლობა ბატონო პაატა. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან. მეც დიდი მადლობა. ისე თუ შეიძლება პაატა დენსერი დამიძახეთ, ხო? ეს ახალი ფსევდონიმია? ფსევდონიმი რა, ანუ როგორც ხო არის მაგალითად ზალიკო ბერგერი. ხო და ესე პაატა დენსერი. ანუ ფსევდონიმია? არა, ნიკნეიმი. ძალიან მაგრად ცეკვავთ, აი ძალიან. თუ ესე ძალიან მოგეწონათ, ჩემი ცეკვა მეცის სხვადასხვა სტუდია გავხსენი და შეგიძლიათ იქიაროთ ხოლმე ჩემთან, ხო? PDS. ანუ პაატა დენსერ სტუდიო, PDS. ვიაროთ ხოლმე რეგიო. კი. ყველაზე მაგარი ქმარი, კარგიო, ყველაზე მაგარი ქმარი. რა, ნახე დენსერ კასტინგა. ძალიან მაგარია, გიო. აი, ძალიან მაგარი დღე იყო, ძალიან მაგარი. კაი. მადლობა. კარგი ხო. აი, კარგი. მადლობა. მადლობა. დენსერ. Așa mamuca. 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 რიგა, რა იყო? აუ ეხა არ მითხრა რომ თურქულ სერიალებს ჩაუჭიქი რა. აუ ჯეკი არა ეს აკაზე ჯეკი. არა. ისმეთ ყვავილების გაკეთება, უხედესისგან ხომ არ ისმის რამე. საწყალი სივა. აი გას. ვანის ლეხა. კარგად იგი გამოკეთდება ეს. ხო? კი. წაკითხული. ეს რო დავთარდება მე მეორე იწყება.